არ მინახავს თითქმის არასოდეს რომ დეკანტირებას ვახდენდეთ ქართველები და მე ცუდ ადგილებში დავდივარ თუ აი რატო ხდება ეს ასე ყველა ღვინოს არ ჭირდება დეკანტირება, საერთოდ ამით უნდა. რომელ ღვინოს ჭირდება დეკანტირება? ძირითადად ისეთ ღვინოს მოჭირდება გახსნა, ანუ ესე ვთქვათ, ღვინო რომელიც არის დარეზერვებული დიდი ხანი, კასში, მე ბოთლში ინახება დიდი ხანი, იმან რომ თავისი ხასიათი ბოლომდე გამოავლინოს შემდეგ ამისთვის ასხამენ და ქართველები ზოგადად ვაკეთებთ ხოლმე დეკანტირებას, რომელ ღვინოს ვუკეთებთ ხოლმე დეკანტირებას ძირითადად? წითელ მშრალ ღვინოს, მაგალითად საფეროს, ჩვენ საფეროს მაგალითად რეკომენდებულია რომ 1 საათით ადრე მოხმარებამდე ჩაასხა დეკანტერში, რომ 1 საათი ისუნთქოს ღვინო, ასე ვთქვათ. და თეთრ ღვინოს მაგალითად? თეთრ ღვინოსაც, რომელიც დასავარგებელ კატეგორიაში შედის, ანუ რამოდენიმე წლის თეთრ ღვინოსაც. მაგალითად რომელი? მაგალითად შარდონე თუნდაც. შარდონეს ჭირდება დეკანტირებაზე. არასწორად სავდია გამ. და მაგალითად როგორ ვაკეთებთ ხოლმე დეკანტირებას, მარტივი ხერხი რომელია? როგორ სტილით აკეთებ დეკანტირებას? მნიშვნელობა დიდად არ აქვს რა. ანუ მაგალითად ახლა ჭიხაში თუ მე გავაკეთე ესე საკმარისად კარგად, საკმარისია ეს თუ დამატებით არის ასურველი კიდე რაღაც გაკეთე. კი, როგორ არის ჭიქასაც გააჩნია, ანუ ახლა დაძლევ ამ ჭიქაში არა ალბათ.